გამარჯობათ, მოგესალმებით. მივესალმებით ჩვენს მენელს, ჩვენს მაყურებელს. დღეს სტუმრად გვყავს დეკანოს დავით კონჯარია, დავით გამცემლიძე, დიასპორის მრჩეველი, მსახიობი, ბიზნესმენი, ჩვენი უფროსი მეგობარი. მამაო, შეგიძლიათ რომ გითხრათ როგორ დაიწყო ეს თქვენი მოღვაწეობა პოლონეთის რესპუბლიკაში? ეს ძალიან რთული გზა არის, რასაც თქვენ გადიხართ და ერთი-ორი სიტყვით რო უთხრათ ჩვენს მენელს, როგორ დაიწყო, რა პრობლემებს შევფეთეთ გზაზე და როგორ განვითარდა სამრევლო, რომელიც თქვენ დააარსეთ, გრიგოლ ფერაძის სამრევლო. დიახ, დიდი მადლობა. მოგესალმებით, მშვიდობას გისურვებთ, ძვირფასო რადიო მსმენელებო. პირველ ყოვლისა მინდა რომ მადლობა გადაგიხადოთ ეთერში მოწვევისათვის, ბატონო თორნიკე. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა თქვენთან ერთად, ბატონ დავით გამცემლიძესთან ერთად ეთერში ყოფნა და ის საქმიანობა, რასაც ქართული დიასპორა აკეთებს ქართველი ადამიანისათვის, კეთილდღეობისათვის, დიახადაც ამას ემსახურება ქართული სამრევლოს დაარსება. საქართველო ეს ღვთივკურთხეული ქვეყანაა, კურთხეულია ჩვენი ერი და ღვთისმშობლის წილხდომილი ერი ვართ. შესაბამისად, ღმერთს მიმსგავსებულობა იმაში მდგომარეობს ადამიანისა, რომ ესე იგი ის გადის ჯვარცმას ცხოვრებას, ცხოვრების განმავლობაში და ღმერთს არის მიმსგავსებული, როგორც ქრისტემ ზიდა ჯვარი, დაითმინა ყვედრება, ერთგვარი დიდი შევიწროვება, შეურაცხყოფა, ჯვარცმა და ამას მოყვა აღდგომა, აი ამას გადის ქართველი ადამიანი თავისი სიცოცხლის განმავლობაში და ღმერთს არ სურს, რომ მისი მოწაფე იყოს უუნარო, მისი მოწაფე იყოს ესე ვთქვათ, არაფერს აკეთებდეს, უქმედ იყოს და ამოუებად განვლიოს ეს ცხოვრება და არც უშვებს ღმერთი ქართველ ადამიანზე იმას, რომ განლაღდეს, ესე ვთქვათ, გაზულუქდეს ზედმეტად და ყოველთვის განსასწრებით იყო ქართველი ადამიანისა და საქართველოს ისტორია სავსე. ამით ჩვენ ყველაზე რთული ალბათ მაინც ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის არის, ხო ეს? უფრო მეტი პრობლემა არის და უფრო მეტი წინაღობა არის ქართველი ემიგრანტებისთვის, ვინც უცხოეთში მყოფებიან, ხო? დიახ, ეს არის ბატონო თორნიკე, მინდა გითხრათ, პრობლემების გამრავლება, მე ამ სიტყვის არ მომერიდება, რადგანაც ის პრობლემები, რომელიც ადამიანს სამშობლოდან აიძულებს, რომ წავიდეს საზღვარგარეთ, მე მინდა გითხრათ, რომ პირველ ყოვლისა მან უნდა იცოდეს, რომ პრობლემებს არათუ იმცირებს, არამედ იმრავლებს, რადგანაც ემიგრანტობა ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია ადამიანის ცხოვრებაში. და დამეთანხმეთ, თუ შეიძლება დამეთანხმეთ, რადგანაც მე თვითონ ვარ თევნილი, ტოლვილი ჩემს სამშობლოში, მე ჩემს სახლს მონატრებული ვარ, მაგრამ ის ბედნიერება მაქვს, რომ ყოველდღიურად ვტკბებოდე ჩემი მიწაწყლით, ჩემი ქართველობით და ეს მაძლიერებს, რა თქმა უნდა, მაძლიერებს ის, რომ ვარ საქართველოს ეკლესიის წევრი და მისი უნეტარესობის ლოცვა-კურთხევის ქვეშ ვიმყოფებით და ეს წლები, ჯვარცმის წლები, მინდა გითხრათ 90-იანი წლები, რომელიც გამოვიარეთ, სასტიკი წლები, ეს ომი, მერე ეს იყო მიგრაცია, რაღაც საშინელი ჭუბერის ხეობა, იყო თქვენ ყველანი მომსწრევართ 90-იანები რა გამოიარა საქართველო, სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც იყო წარმოებული რუსეთისაგან, სამწუხაროდ ეს ყველაფერი ოკუპაცია რუსეთისაგან გამოიარა ჩვენმა ერმა და დღესაც ამ დღეში ვიმყოფებით, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ დღეს ბევრად უკეთესი მდგომარეობა 90-იანებთან შედარებით, 90-იან წლებთან შედარებით. მეც გეთანხმებით, თითქოს შეიცვალა დღევანდელი ემიგრაცია, ადრე 90-იანებში
თუ იყო გადარჩენის მიზნით გასვლა საზღვარგარეთ, დღეს უფრო არის უფრო სწავლა არის უპირატესობა, შეძენა სხვა ქვეყანაში, გაცნობა კულტურის და მე ამ ყველაფრის თავის ქვეყანაში ჩამოტანა, დაბრუნება და თითქოს ემიგრანტების პასუხისგებლობა ყველაზე მაღალი არის, რადგან თითოეული თვალის დახმარება, თითოეული გადადგმული ნაბიჯი აისახება თავიდან ბოლომდე ჩვენს ქვეყანაზე და მე ყოველთვის იმას ვიძახდი, რომ ჩვენ როდესაც ხვდები ჩვენს თანამემამულეს ქართველებს, ყოველთვის ვაფრთხილებ, რომ პასუხისგებლობა არის უპირატესობაში აქ, რადგან თქვენს კარგად იცით და ყველამ კარგად ვიცით, რომ ცოტა ბოლო პერიოდში სახელი გაუფუჭდათ ქართველებს. მე გუშინ წინაც მქონდა ჩემი მეგობრები იყვნენ ჩამოსულები და ერთ დაწესებულებაში, რა თქმა უნდა, ეხლა ახალგაზრდები იყვნენ და იყვნენ რაღაცა დაწესებულებაში, ესე ვთქვათ, ბარში და შესვლითანავე რო გაიგეს, რომ ქართველები იყვნენ, არ შეუშვეს და ძალიან სამწუხარო არის, როდესაც ესე ქართველებს მიჯნავენ და ზუსტად მინდა რომ ყველა მიცოდეს და აიღოს ის პასუხისმგებლობა, რაც ემიგრანტს უნდა ქონდეს, რომ თავისი ქვეყანა არის პირველ რიგში მნიშვნელოვანი, თავისი თითოეული ნაბიჯი გადადგმული, თითოეული სიტყვა უკვე აისახება ჩვენზე, თითოეულ ქართველზე. მამაო, რა სიტყვით თქვენ, რა სიტყოდით ჩვენს მაყურებლებს? დიახ, და აი მე ვამბობ, რომ აი ყოფას, რომელსაც ქართველი კაცი გადის და საქართველოს გადის, არასოდეს არ ყოფილა ისე, რომ მას ესე ვთქვათ, სულიერი მასაზრდოებელი ეს მძლავრი ღვთისაგან ბოძებული ეკლესია გვერდში არ ყოლოდა და აი ამ სამრევლოს დაარსებაც დიახ აი ამასთან არის დაკავშირებული, რომ ეს იყო მოთხოვნა ქართველი ადამიანების, რომელთაც სურდათ მრავალი წლის განმავლობაში, რომ პოლონეთის პოლონელების კურთხეულ მიწაზე, რომელნიც დიდად არიან შეყვარებული საქართველოზე და მე მადლობა მინდა გადაუხადო გულწრფელი მადლობა პოლონეთის რესპუბლიკას, პოლონელ ხალხს, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვსვამ, რომელთაც გულთბილად მიიღეს ქართველები ამ მიწა-წყალზე, თავიანთ კურთხეულ მიწა-წყალზე, რომელსაც საოცრად უფრთხილდებიან და საოცარი სიყვარული აქვს თავიანთი სამშობლოსი, რომელიც გადამდებია, რა თქმა უნდა, და კიდევ უფრო ამაყნი ხვდებით, რომ თურმე სწორად გვიყვარს ჩვენი სამშობლო, როდესაც პოლონელებს უყურებთ აქ შუა ევროპაში და აი ქართული სამრევლოს დაარსების აზრიც ეგ იყო, რომ ქართველი ადამიანი სულიერად ყოფილიყო გამოკვებული აი ამ სიმძიმის გადატანისას, რადგანაც ქართველისათვის ღმერთი არის უპირველესი და აი ეს საკვები სულიერი, რომ არ მოკლებოდათ მათ, ამისათვის მისმა უნეტარესობამ, სადაც კი ქართველი წავიდა, ყველგან ესე ვთქვათ, მოდელი გააყოლა, რადგანაც ქართველი კაცი არ მოწყდეს თავის ფესვებს, თავის იდენტობას და იმ ფასეულობას და ღირებულებას, რისთვისაც ჩვენი წინაპრები თუნდაც აი 100,000 მოწამის ხსენება გვაქვს და ამაყნი ვარ ჩვენ, რომ 100,000-მა კაცმა ღირებულებაზე, ფასეულობაზე თავი დასდო, სიცოცხლეც ანაცვალა, არაფლად ჩათვალა თავისი ყველაზე ძვირფასი თუ რამ ადამიანს აქვს, ეს არის სიცოცხლე და ქრისტესათვის ხალისით, ესე ვთქვათ, თავი დასდო, რადგანაც ამითი მათ დაამოწმეს, რომ ჭეშმარიტება არის უმთავრესი ადამიანის ცხოვრებაში და ადამიანის სიცოცხლე გრძელდება და ისინი მოწამენი არიან, რა თქმა უნდა, მარადიულ ცათასასუფეველში და გადმოგცქერიან და უხარიათ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქართველობის, უხარიათ ჩვენი სარწმუნოების და აი ის რომ შედგა ქართული სამრევლო პოლონეთში, ეს არის, რა თქმა უნდა, თქვენი დიდი დამსახურება და მე ამაყი ვარ, რომ ბატონ დავითს კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, თქვენი არსებობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც გრიგოლ ფირაძის შემდგომ თქვენი იმ თაობის წარმომადგენელი ხართ, რომელიც პირველები მობრძანდით და გააცანით პოლონელ ერს საქართველოს ასე ტკბილად, ასე კარგად და თორნიკეთს, რა თქმა უნდა, ბატონი ჩართული არის ამ საქმეში და აი ეს ერთობა, რომელიც გვაქვს ქართული დიასპორისა და ქართული სამრევლოსი, ქმნის იმ მშვენიერ გარემოს, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ და რომლითაც ჩვენ უნდა აღვაშენოთ ჩვენი სულები და დავბრუნდეთ სამშობლოში და კიდევაც დაბრუნებულნი ვართ, რადგანაც ეს ურთიერთობა საქართველოსთან ჩვენ გვაქვს ყოველდღიური, ყოველწამიერი და
რა თქმა უნდა, ეს ხიდი უნდა შევქმნათ. მოძღვრის ყოლა ეს ძალიან დიდი ფუფუნება არის ჩვენთვის, რა თქმა უნდა და თქვენი ღვაწლი, რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის შეუფასებელი. თქვენ მოგეხსენებათ და ყველა მითის კარგად, რომ ძალიან დიდი ოჯახი ყავთ და ფაქტიურად ესე რომ ვთქვათ, ტოვებთ, აკლებთ ყურადღებას თქვენს ოჯახს და მოდიხართ პოლონეთში ყოველთვიურად არ არის ეს ადვილი იმოგზაურო თვეში ერთხელ 3-4 დღით უცხო ქვეყანაში, იმიტომ რომ იქ ეგულება ადამიანები, ვისაც შენი დახმარება ჭირდება, ლოცვა ჭირდება, წირვა ჭირდება, ზიარება ჭირდება და ეს პასუხისმგებლობა თქვენ მაქსიმალურად გაანალიზებული გაქვთ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამიტომ არის თქვენი აყოფნა ჩვენთვის ესეთი დიდი ფუფუნება. ბატონო დავით, თქვენც მინდა რომ გითხრათ 1-2 სიტყვა, რადგან თქვენ ხართ ესე რომ ვთქვათ ყველაზე ძველი თაობის წარმომადგენელი იმ პერიოდის ემიგრირებული ხალხებს შორის, ვინც 90-იანებში ჩამოვიდა, 91-ში ჩამოხვედით, ეს უკვე ჩვენ მოსმენელმა, ჩვენმა მაყურებელმა იცის და ძალიან ბევრი ემიგრანტები გინახავთ, ძალიან ბევრ თაობას გაუვლია თქვენს წინაშე, როგორც საქართველოში, ისევე პოლონეთში, უცხოეთში და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენი რჩევები ჩვენი დიასპორელებისთვის, რომ აი ეს პასუხისმგებლობა, რასაც ჩვენ საუბრობდით, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუ შეიძლება 2 სიტყვით რომ თქვენს გითხრათ. დიდი მადლობა პირველ რიგში მოვალეობის მოხდის მიზნით არ ვიძახე გულიდან გამოსული სიტყვებია რასაკვირველია მოწვევისთვის და იმ საქმიანობისთვის, რასაც ახლად არჩეული ჩვენი დიასპორის თავმჯდომარე ახალგაზრდა სიმპათიური კაცი, კარგი ოჯახშვილი აკეთებს და რომ მოგვიწვიეთ აქ. მინდა მადლობა უთხრა აგრეთვე საქართველოს საპატრიარქოში ყველა იმ პიროვნებას, ვინც მოახერხეს და დღეს უკვე მე რამდენი ხანია 3 წელზე მეტია ქართულ ენაზე აღესრულება წირვა-ლოცვა პოლონეთის მიწაზე, რასაკვირველია პირადად მამა დავით და ყველა ვინც თანამშრომლობს ბატონი მამუკა და სხვა ქართველები, პატარა ბავშვებიც, პედაგოგები. ეს პირველ რიგში დიდი მადლობა ყველას. რასაკვირველია მამა დავითმაც აღნიშნა, მადლობა უხდით აქაურ მიტროპოლიტს მის წმინდესობას ბატონ საბას, რომ შეგვიქმნა ყველანაირი პირობები და ჩვენს მოღვაწეებს, ჩვენს უდლებს უფლება აქვს, რომ ქართულ ენაზე ჩაატარონ წირვა-ლოცვა სხვადასხვა დიდ ქალაქებში პოლონის ტერიტორიაზე. რაც შეეხება ამ შეკითხვას, რა უნდა ვთქვა, კაცო, ხანდახან დაბნეული ვარ ხოლმე ამ ერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ ქართველები ვართ სამხრეთელი ბუნების ხალხი და ცოტა ჭარბი ემოციები გვაქვს და ეს ჭარბი ემოციები სხვაგან შეიძლება ძალიან კარგი იყოს, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხანდახან არ არის საჭირო ამდენი. საჭირო არის ყველაფერთან მიდგომა რაციონალურად, გონებას რო კითხოს კაცმა და პერსპექტივაზე იფიქრო, ამას რა მოყვება და არა ემოციურად. ესე იგი, ჩვენში ჭარბობს ემოციური მიდგომა საკითხებთან და არა რაციონალური მიდგომა. რასაკვირველია დასანანია, რომ იჩაგრება ის ხალხი, ვინც ყავს აქ მეცნიერ მუშაკები, ჩემ ბატონო ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორები, პედაგოგები, მხატვრები, სერიოზული ხალხი, რომლებიც დიდ საქმიანობას თავიანთი მოღვაწეობით ასრულებენ იმ მოვალეობას, იმ ქართველობას დავარქვათ მოვალეობა, რომ ჩვენი ორი ქვეყნას შორის მეგობრობა იყოს განვითარებული და ჩვენ სახელმწიფოებს შორის იყოს მეგობრული ურთიერთობა. მე მახსოვს, რომ პირველად პოლონეთმა სცნო მე მგონი ჩვენი დამოუკიდებლობა დაგეთანხმებით ზიად გამსახურდიას დროს, რომელიც იყო ღირსშესანიშნავი პიროვნება. ეს არ იყო უბრალოდ საჩვეულებრივად რო ვთქვათ სახელმწიფო მოხელე ან პოლიტიკოსი, იყო მოღვაწე ადამიანი ბავშვობიდან მომზადებული იმისთვის, რასაც მოესწარეთ ჩვენ ახალგაზრდობაში 90-იან წლებში უსისხლოდ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა. რასაკვირველია მე მოვლენები სხვანაირად განვითარდა და დღეს ვართ იმ მდგომარეობაში, სადაც ვართ. ერთ სიტყვით ხანდახან ასე ვფიქრობ, რომ
როცა იძახიან ესევ ემოციებთან დაკავშირებით ზოგიერთ ჩვენი თანამემამულეები დავკეტოთ საზღვარი აუგრძავთ არა ბატონო როგორ შეიძლება უბრალოდ სამახსოვროსავით რაღაც წიგნაკი რო გადაეცეს იმ პიროვნებას ვინც გადის საზღვარგარეთ რომ აი ძალიან ხმამაღლა რო ლაპარაკობ ემოციურად იმ კაცს გონია რომ ჩხუბობ და გასაშველებლად შეიძლება პოლიციაში დარეკოს ან რაღაცა ვერ გაიგოს ეს შენი ემოცია რომ გულითადად აღტყინებული რაღაც ემოციას გამოხატავ ან კიდე ზედმეტი რაღაცა რომელიც ვნებს ძალიან ჩვენი ქვეყნის პრესტიჟს ძალიან დასადარია ძალიან საინტერესო არის თქვენ დროს რა თქმა უნდა ძალიან ცოტა ქართველი იყო იმ პერიოდში როდესაც თქვენ ჩამოხვედით და ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ მოვისმინოთ თქვენგან რა დამოკიდებულება იყო პოლონელების მიმართ რადგან ჩემი აზრით ეს კარგი დამოკიდებულება და ეს თბილი გარემო რაც ჩვენ დღეს დაგვხვდა ეს არის გამოწვეული ზუსტად იმ ჩვენი წინაპრებისგან რომლებიც ჩამოვიდნენ 1921 წელში და მოღვაწეობდნენ და იყვნენ მათ შორის არიან პოლონელი წარმატებული გენერლების და კაპიტნების გვერდზე ჟღერს მათი სახელი და გვარები და ამიტომაც აფასებენ ხა როდესაც პოლონელი იგებს იმას რომ ქართველი პოლონეთის მიწისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლობდა მოგეხსენებათ პოლონეთს როგორი პატრიოტიზმი ერთვება მაგ დროს და მე ვფიქრობ რომ აქედან გამომდინარე აქვს ისევ შემორჩენილი სუფთა დამოკიდებულება და დღესაც ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი და მაშინ როგორ იყო 90-იანებში როდესაც თქვენ ჩამობრძანდით აქ სინამდვილეში აი ჩვენმა ახლო წინაპრებმა იუნკრები იქნებოდნენ თუ სხვა სამხედრო მოღვაწეები რომლებიც გამოყვნენ მენშევიკების მთავრობის ემიგრაცია ზოგი თურქეთში იყო ზოგი საბერძნეთში ამათმა სახელმწიფოს მეთაურმა პილსუდსკიმ შეთავაზება გაუკეთა რომ დაუტოვებდა მოქალაქეობას ოღონდ თუ იმსახურებდნენ პოლონურ არმიაში რადგან რუსეთის არმიაში ძალიან გაწაფული მამაცი ქართველი მეომრები სერიოზულ ძალას წარმოადგენდა მაშინდელი პოლონეთისთვის და სინამდვილეში რასაკვირველია ეს საკითხები ყველაზე კარგად იცის ბევრი მონოგრაფიები და ნარკვევები აქვს დაწერილი ბატონ დავით ყოლბაიას ვარშავის უნივერსიტეტის ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ბატონი დავით ყოლბაიაც ერთ დღეს იჯდება ჩვენთან ერთად ამ რადიოში და ჩვენს მსმენელს მიაწოდებს საინტერესო ინფორმაციებს, რადგან როგორც ახსენეთ, ძალიან ბევრი კვლევა აქვს. ძალიან ბევრი კვლევა აქვს, მონოგრაფიები, სხვა ავტორებთანაც ერთად აქვს და თავისი ავტორობით დაბეჭდილი უამრავი მასალა მატერია ამ საკითხებთან დაკავშირებით და ბევრი არქივები, რომლებიც აქ ჩვენი სახელოვანი წინაპრები ცხოვრობდნენ, ეს შესწავლილი აქვს ყველაფერი. აუცილებელი იქნება რომ ერთხელ შესთავაზოთ და პატიჟოთ თუ კი მოიცლის რომ ახსნას ეს მოვლენები. ეს იყო პირველი გზამკვლევი ჩვენი ამ ახლო წინაპრების. ძალიან დამსახურებული ხალხი იყვნენ ყველანი, ზოგმა იმათმა შთამომავლებმა 100 წლამდე იცოცხლეს იმის გამო რომ ჩვენ მეზობლები ვიყავით ხოლმე ხანდახან მეურვებას უწევდით და ერთ-ერთი იყო ასეთი ქალბატონი ნინა ჩვენებურად მათიკაშვილების ქვრივი ნიკოლოზ მათიკაშვილის რომელიც იყო გიორგი ლეონიძის ალალი დეიდაშვილი და იოსებ ბესარიონიძე ჯუღაშვილის თანაკლასელი ერთმერხზე რო იჯდნენ ბევრი ისტორიები აქვს მოყოლილი იმ ქალბატონსაც მე როგორც ვიცი ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდა თქვენ ამ ოჯახთან ხო ეგ სახლი გადაუფორმეთ საქართველოს როგორც მისი საკუთრება პატარა სახლი ჰქონდათ იქ სადაც ჩვენ ცხოვრობთ პიასეჩნოში პიახოარ ქვიშა ქართულად გადავთარგმნე როგორც ჩვენი პოლონური ქვიშხეთი დაახლოებით ასე ისე რომ ის რაც ხდება რომ ბარემ დავაკავშირო და ეს მადლობები მართლაც გულიდან დამოსული და არა ზრდილობის ფორმებში რომ ჩავждეთ მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენ მოძღვარს ბატონ დავით კონჯარიას რომელიც განსაკუთრებულ ღვაწლს ძდებს ამ ჩვენ აქაურ დიასპორას და ეს ძალიან სერიოზული ის არის შრომა ვისაც გიფრენია თვითმფრინავით ან იცით რა ემოციებთან არის დაკავშირებული თუ დრო თუ რა თავს არ ზოგავენ განსწავლული ღვთისმეტყველებაში უაღრესად კეთილშობილი ხალხი კარგი ოჯახის შვილები პატრიოტები საკუთარი საყვარელი ოჯახების პატრონები და ჩვენთან ეს ოცნება ასრულდა დაახლოებით თუ მე ახლა 35 წელი აქ ვცხოვრობ 30 წელზე მეტი ოცნებობდით ბოლოს შესრულდა მადლობა მამა თქვენ დავამატებ აქ რომ წმინდა გრიგოლ ფერაძის შემდეგ ოფიციალურად საპატრიარქოს წარდგენილი ყავს ჩვენი მამაო
დეკანოს დავით კონჯარია და აი ამ პერიოდში ამხელა დაახლოებით 100 წელი გავიდა იმის შემდეგ პოლონეთში არ ყოფილა ოფიციალური მოძღვარი და მამაო ძალიან დიდი პასუხისგებლობა არის და თუ შეიძლება რომ 1-2 სიტყვით გითხრათ. დიახ, დიდი მადლობა ასევე პირველ ყოვლისა უნეტარეს საბას, მიტროპოლიტსა ვარშავისა და სრულიად პოლონეთისა, რომელსაც ძალიან სურდა რომ ქართველენოვან სამრევლოს, რომელიც მიეწაფა რა თქმა უნდა პოლონეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებში, ქონოდათ შესაძლებლობა რომ დედაენაზე მოესმინათ წირვა-ლოცვა და დიდი სიყვარული, ძალიან დიდი სიყვარული აქვს საქართველოსადმი, ქართველი ადამიანისადმი, მის უნეტარესობას საბას და უზომოდ ძალიან უყვარს ჩვენი პატრიარქი. ძალიან ესე იგი როცა მასზე საუბრობს შეხვდით ბატონი დავითი იყო თქვენი ყავით მამუკა გვასალია ჩვენი მე დავითი ჩვენი დაძრის დიახ მაშინაც აღნიშნა თუ როგორი პატივისცემა აქვს ჩვენი პატრიარქის მიმართ ხო? დიახ აღნიშნა და გამოხატა იცით პატრიარქზე ბევრს ვისმენ ჩვენ და პატრიარქის ავტორიტეტი ძალიან გვეხმარება ჩვენ ყველგან და განსაკუთრებით მართლმადიდებლურ ქვეყნებში, რადგანაც როცა პატრიარქზე საუბრობდა მისი უნეტარესობა როგორც მართლმადიდებლობის მცველ და გონიერებით სავსე ადამიანზე, რომელიც აი ამ თანამედროვე ცხოვრებაში ესე მტკიცედ იცავს მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, რომელიც არის მშვიდობის მყოფელი საოცრად და ესე იგი ერთ-ერთი მოწინავე ლიდერი მართლმადიდებლობისა, ესეთი ბურჯი მართლმადიდებლობისა და მინდა აღვნიშნო აქაური მსახური, მღვდელმსახურთა განსაკუთრებული სიყვარული ჩვენი ეკლესიისადმი, ჩვენი ხალხისადმი, რომელიც განპირობებულია ჩვენი ისტორიით, ჩვენი პატრიარქით და ჩვენი აი საოცარი სიყვარულით ეკლესიისადმი იციან აქაურმა მღვდელმსახურებმა თუ როგორ შეიძლება უყვარდეს ქართველ კაცს სასულიერო პირი და ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა ქართველი ადამიანის მოკრძალება, შიში, სიყვარული ეს დევს ჩვენში, ჩვენ და დაუმსახურებლა ჩვენი წინაპრების დიდი, რა თქმა უნდა, დამსახურება ამაში, რომ ჩვენ ამაზე იმდენი არ გვიზრუნია, რამდენი ჩვენმა წინაპრებმა, რომ ეს კოდირებულია ჩვენში. აი, ეს პირობითად მინდა ვთქვა, როდესაც დაინახავს ქართველი კაცი სალოცავს, პირჯვარს გადაიწერს. ეს ჩვენთვის სკოლაში არ უსწავლებიათ. ეს ჩვენ კოდირებულად აგვაქვს უკვე. შიში, ძრწოლა, სიყვარული ღვთისადმი და ეს რა თქმა უნდა ამას ხედავენ ადამიანები და მამაო, ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე, ვინც იმყოფება პოლონეთში, ფიქრობს, რომ ეს თქვენი მოღვაწეობა ძალიან დალხენილი არის და ესე რომ ვთქვათ, თქვენ როდესაც ჩამოდიხართ ძალიან ეს თქვენთვის ძალიან ადვილი არის სიამოვნებს და მოდი ესეც უთხრათ ჩვენ მაყურებელს რა რთული გზა გაიარეთ თქვენ რამდენი წვალება, რამდენი შრომა და რამდენი წინაღობა მათ შორის და ესე ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ იცოდნენ რომ ეს არ არის ისეთი მოღვაწეობა რომ ადამიანს ძალიან სიამოვნებდეს და იმიტო აკეთებდეს ეს არის ძალიან დიდი პასუხისგებლობა ძალიან რთული შრომა არის და ალბათ მეც ესე ვფიქრობ რომ როგორც ყველა ადამიანს მამაო თქვენ შეიძლება გქონოდათ ისეთი ფიქრი რომ აი დავიღალე და ამ დროს ვიცი რომ თქვენ უფრო მეტი ენერგია გეძლევათ უფლისგან, მაგრამ მინდა რომ აი თქვენც აუხსნათ ჩვენს მენელს თუ რა რთული გზა გაიარეთ დღევანდელ დღემდე თქვენს. დიახ, ჩვენ როცა ჩამოვედით, ეს იყო აბსოლუტურად ამ დროს არავინ არ იმყოფებოდა აქ სასულიერო დასიდან და იყო ფაქტიურად არარსებულ საქმეს ვიწყებდით რა უკვე, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი წინაპარი გახდათ გრიგოლ ფერაძე, რომელმაც ძალიან დიდი კვალი დატოვა და საძირკველი ქართული სამრევლოს დაარსებისათვის, ანუ რომელზეც აუცილებლად დაფუძნდეს რა თქმა უნდა ძლიერი ქართული სამრევლო ევროპაში და ქართული კულტურა, ქართული ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოება, რა თქმა უნდა ასეთ მსახურებაში ჩადგეს პოლონეთისა და პოლონელი ხალხისათვის ასევე მართლმადიდებლებს გულისხმობ ამ შემთხვევაში და ძალიან დიდ საქმეს რა თქმა უნდა მოვეკიჭიდეთ და ძალიან დიდი წინააღმდეგობები გადავლახეთ რა თქმა უნდა ეს არ იყო ადვილი ეს იყო ძალიან დიდ სირთულეებთან დაკავშირებული ყოველი ნაბიჯი ყოველი ესე ვთქვათ წინსვლა იყო განპირობებული დიდ ფიზიკურ და სულიერ შრომასთან და დღეს როდესაც ჩვენ უკვე
ერთად ვართ და შეკრულები ვართ და სამრევლო ჩამოყალიბდა და დღეს რა თქმა უნდა ეს ის წინააღმდეგობები უკვე აღარ არსებობს და ახალი გამოწვევები გვაქვს, რომელსაც ისე უნდა შევეჭიდოთ ერთად და ერთობა ქმნის ამ ესე იგი დიდ მოპოვებულ რაღაც გამარჯვებებს. შეიძლება ესე იყოს. 4 წელი დაიწყო, ხო? დიახ, მე-4 წელი დაიწყო. 4 წელი დაიწყო და ესე იგი რო შევხედოთ გვერდიდან ამ ყველაფერს, ჩემი შეხედულებით საკმაოდ განვითარებული არის დღეს სამრევლოები პოლონეთში. რამდენი სამრევლო არის გახსნილი თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ? დიახ, ჩვენ ეს ნამდვილად ძალიან საინტერესო არის, რომ მოხერხდა რომ პოლონეთის ქალაქებში ნაბიჯ, რა თქმა უნდა, გაგვევლო, ჩავსულიყავით ადგილობრივ მდემთავართან, წინამძღვრებთან მოლაპარაკებების შედეგად ჩამოყალიბებული იყო ქალაქებში ქართული სამრევლოები, მათთან მოგვიყვანა ჩვენი მრევლი, რომელსაც იმ განსაკუთრებულად იმ ხალხზეა საუბარი, რომელთაც ენობრივი ბარიერი ჰქონდათ, ან არ ჰქონდათ დაწყებული ეკლესიური ცხოვრება და თქვენ მოგეხსენებათ, რომ ადამიანი, რომელსაც არ აქვს დაწყებული ეკლესიური ცხოვრება, პირველი ნაბიჯების გადადგმარი ძალიან მნიშვნელოვანი და მას სჭირდება ამაში დახმარება და ჩვენ ის მოვახერხეთ, რომ ადგილობრივ ეკლესიებთან, მართლმადიდებლურ ეკლესიებთან, მათ წინამძღვრებთან და სამრევლოებასთან გავაერთიანეთ ჩვენი ქართული სამრევლოები და ხერხდება ის, რომ ამ ქალაქებში ქართული ენით ყოველთვის ერთხელ ტარდება პარაკლისი. თქვენ მოგეხსენებათ, ახლა ჩვენ სამივე მივემგზავრებით ხვალ ქალაქ კრაკოვში, დიახ, ქალაქ კრაკოვში და იქ პირველი ქართული პარაკლისი, ესე ვთქვათ, უნდა ჩავატაროთ. აქამდე წირვა გქონდა ჩატარებული კრაკოვში, ჩამოვაყალიბეთ სამრევლო და ახლა პარაკლისი უნდა დავიწყოთ პარაკლისის ჩატარება და ესე ხდება, რომ ქართველობა იკრიბება, ქართველი მედავითნე ხდება, ადგილობრივი სასულიერო პირი და ატარებენ ქართულად ქართული ენითა, ესე იგი პარაკლისი. ხდება ის, რომ ამ გაერთიანების შედეგად აჰემ ბაზაზე თუ კი არის ვინმე პედაგოგი ვცდილობთ რომ ჩამოვაყალიბოთ საკვირაო სკოლები. ეგ მინდოდა მე თქვა გუშინ ღონისძიება ჩაატარა ვარშავის საკვირაო სკოლამ და მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო პედაგოგებს, რასაყვარელი ბავშვები არიან და ისეთი გამოფენა ქონდათ და ისეთი წარმოდგენა დადგეს თითქოს ჩემი ბავშვობა გამახსენდა, იმიტომ რომ როდესაც ვიყავი პატარა ბაღში პირველ კლასში, ზუსტად ასეთ სტილს ვაკეთებდი და ანალოგიურად ეზიარებიან უცხოეთში ყოფნი ბავშვები, არიან გაერთიანებული ერთმანეთთან საუბრობენ, მეგობრობენ და ხო წარმოგიდგენიათ ეს ბავშვები რომ გაიზრდებიან, უფრო როგორი მჭიდრო ურთიერთობა ექნებათ ერთმანეთში, როცა ემიგრაციაში დამეგობრებულები არიან და მიიღებენ განათლებას უცხოეთში და ჩვენ მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ეს ხალხი გავზარდოთ, ეს პატარები გავზარდოთ, ნიჭიერები ძალიან ნიჭიერები, გავზარდოთ ჭკვიანებად, განათლებულებად და დაუბრუნოთ საბოლოო ჯამში ჩვენს საზოგადოებას საქართველოში. ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის ყველაზე დიდი ღვაწლი ალბათ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე, თქვენ გამოჩენას მოყვა ეს ყველაფერი, რომ გაიხსნა სამრევლოებში არსებული საკვირაო სკოლები არის ჩვენი მეგობარი საბა ასწავლის ფანდორზე დაკვრას სიმღერას ასწავლიან და ეს არის ალბათ ერთი პატარა საქართველო გვაქვს მოწყობილი პოლონეთში და ეს არის ძალიან დიდი თქვენი დამსახურება. დიახ და მე მინდა თქვენის ნებართვით თავისუფლება მივცე და აუცილებლად დავასახელო ეს ძვირფასი ადამიანები. პირველ რიგში მინდა გამოვყო და განსაკუთრებული მადლობა უთხრა საკათედრო ტაძარში მოღვაწე ქართველ ადამიანს, რომელიც მესანთლე არის, ბატონი დავითი. ძალიან საყვარელი ადამიანი. მეკოკიშვილი, დიახ, ბატონი დავითი მეკოკიშვილი. ესე იგი, საოცარი ადამიანი, რომელიც წლებია უკვე არის მესანთლეთ, ესე იგი, ვარშავის საკათედრო ტაძარში და სხვათა შორის, როდესაც ვიკითხებ თუ როგორ მოხდა ის ვარშავის საკათედრო ტაძარში, ის წინდებარე ყოფილა კიდე მესანთლე საქართველი და ის წასვლის წინ დაუკავშირდა და დაეხმარა რომ მოსულიყო ის ტაძარში და მესანთლე ყოფილიყო, რომელიც არის ჩვენთვის ძალიან დიდი საქმე აქვს გაკეთებული ბატონ დავითს, რა თქმა უნდა. ეს აღსანიშნავი ასევე მინდა ვთქვა მამა ჰენრის დიდი დამსახურება პაპროცკის, რომელიც გვიყვარს უზომოდ,
რომელსაც დიდ მადლობას ვეხდი, პოლონელი ადამიანი, რომელმაც მოამზადა დეგოლ ფერაძე საბუთები ბატონ დავით ყოლბაიასთან ერთად იმ ხრივ რომ ესე იგი მომხდარიყო მისი კანონიზაცია და დიდი საქმე გაკეთდა ამითი და აქვე კარგი იქნება ხაზგასმით აღნიშნოთ რომ მამამ პაპროცკისა და ბატონ დავით ყოლბაიას ერთობლივი წიგნია უკვე დაბეჭდილი ინგლისურ ენაზე. დიახ და ეს როგორც ვიცი არაერთხელ დაიბეჭდა შესწორებებით და ესე იგი ევროპის უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებში დაიმკვიდრა ამ წიგნებმა ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი და მინდა ასე ვთქვა განსაკუთრებულად მინდა გადავხადო ჩვენს ძვირფას ქალდედებს ქალბატონებს რომელმაც დედობრივი თავიანთი სიყვარული თავიანთი დიდი შრომა ჩადეს აი ესე იგი მინდა ეს ვთქვა ბატონებო რომ ესე იგი შრომის გარეშე არაფერი გამოვა და რო არა მათი თავდადება ბატონო თორნიკე ესე იგი არაფერი გამოვიდოდა რა თქმა უნდა რადგანაც ეს დედები უანგაროდ ემსახურებიან ამ დიდ საქმეს ეს არის ქალბატონი მაია ტაპადაძე რომელსაც დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონი ჟუჟუნა გვარი კონიაშვილი და ქალბატონი ხათუნა თოდუა აი ეს სამი ქალბატონი და საქმეს აკეთებენ ასევე ქალბატონი ლიკა ორმოცაძე ხო სწორად ჩვენი სალომე და მისი ოჯახი რა თქმა უნდა ჩართული ალექსანდრე და მთელი ოჯახი და ჩვენი გუნდის დიასპორის გუნდის წევრი არის მისი მეუღლე გიორგი ხიზანიშვილი არაჩვეულებრივი დიახ მინდა გითხრათ რომ ეს ოჯახი იყო თავიდანვე ჩართული იმაში რომ პირველი წლები რომ ჩვენ ფრენა ვქონოდა ძალიან მათი ესე ვთქვა დიდი თანადგომა იყო და თავისუფლებას მივცემ და მადლობას გადაგიხდით ბატონო თორნიკე თქვენ რომ ჩვენ პირველი დღიდან ეკლესიაში გავერთიანდით თქვენ ახალგაზრდა ელჩი იყავით მაშინ წარმომადგენელი პოლონეთში და თქვენ იყავით მე ამას აი მინდა რომ ეს ისტორიას დარჩეს რომ თქვენ იყავით საქართველოს წარმომადგენელი აი ამ სამრევლოს დაარსებაში თქვენ საქართველოს იყავით ჩვენთვის, რადგანაც იმ სირთულეების გადალახვაში თქვენ უანგაროდ გვედეკი და გვიდგეხართ დღესაც, როგორც დიასპორის თავმჯდომარე და თავად ხართ ამ რევლის ნაწილი, რა თქმა უნდა. აუცილებლად უნდა დავამატოთ მაპატიეთ ბატონებო, ბატონი მამუკა ვასალი. აუცილებლად დავამატოთ, იმიტომ რომ დაუფასებელია მაგისი ღვაწლიც, ეგეთი ენერგიული კაცი მეორე არ არსებობს. კი, მინდა ვთქვა მამუკას შრომა. მამუკა არის დიასპორის ვიცე-პრეზიდენტი არის, ძალიან აქტიური ადამიანი არის და მე დავითნი არის და უკეთესად მამაო იტყვის მის შესახებ, ხო? ალბათ უნდა ითქვას ისიც, რომ არის წარმატებული სტუდენტი და სულ მალე ამთავრებს სასულიერო სემინარიას. ვარშავაში ამთავრებს სასულიერო სემინარიას და ესე იგი თავდაუზრგავად შრომობს და ესე იგი აკეთებს იმას, რომ სამრევლოები იყოს ძლიერი, რა თქმა უნდა და თავადაც უანგაროდ ემსახურება ამ ყველაფერს არის მე დავითნე ჩვენი ტაძრის და ბევრი სხვა სიკეთეებთან ერთად კიდე ისიც უნდა ითქვას რომ ის არის დევნილი თვითონ აფხაზეთიდან არის და აი ამ ჯვარს ატარებს დევნილისას და ღირსეულად ატარებს და მერთმა დალოცოს ყველა მე არ მინდა ვინმე გამორჩეს ასევე მინდა გავიხსენო აუცილებლად ბატონი ალექსანდრე მესხორაძე რომელიც გარკვეულ ეტაპის დროს იყო ჩართული ასევე მინდა აღნიშნო ბატონი იოანე ვანო საკარულის ესე იგი თავდადება დავით დათიაშვილი დიახ ეს აი ეს ძალიან ბევრ ადამიანს მიუძღვის ძალიან დიდი წვლილი ამ ყველაფერში ხო ისე არაფერი გაკეთდება ერთობის გარეშე არაფერი გაკეთდება და ეს არის ერთი გუნდი რომელიც ერთ საქმეს ვაკეთებთ რა თქმა უნდა და ყველას მადლობა მინდა გადაუხადო ასევე ბატონო თორნიკე მინდა გადაუხადო დიასპორის წარმომადგენლებს ესე იგი საბჭოს წარმომადგენლებს ეს გუნდი რომელიც დღეს შეიკრიბა ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მათი თავდადება ოჯახების აი ბოდიშით მამაო აქვე მოდი მინდა აღვნიშნო რახან დიასპორის გუნდში შევეხეთ რომ ახალი გუნდის წევრი ყავს თამთა ჯანაშია რომელიც არის ძალიან განათლებული უაღრესად ნიჭიერი ქალბატონი არის დიასპორის იურისტი მინდა რომ უთხრა ჩვენს მაყურებელს რომ ჩვენ შეტანილი გვაქვს პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი ალბათობით ეს პროექტი
უნდა დადასტურდეს და ამის შემდეგ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრს ვფიქრობდით, ბევრს მუშაობდით ჩვენს ემიგრანტებს, ჩვენ დიასპორელებს ექნებათ სრულიად უფასოდ სამართლებრივი დახმარება, რაც ეს იქნება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. ქართველებს ეყოლებათ საკუთარ დიასპორაში საკუთარი იურისტი, ვისი იმედიც ექნებათ და აღარ შეეშინდებათ არაფრის საერთოდ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამისათვის მე მინდა პირდაპირ გადავუხადოთ ამთა ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს პასუხისგებლობა აიღო მან თავის თავზე. ეს არ იქნება ადვილი და მე ვფიქრობ, რომ თამთა ძალიან ბევრი მეგობარი და მხარდაჭერი დაჭირდება, ვისაც ექნება განათლება, რა თქმა უნდა, იურისტის, რომ ეს არის მარტო ერთი ადამიანისთვის ძალიან რთული იქნება და ამიტომ კარგი იქნება, რომ გამოჩნდნენ ესეთი ადამიანები და ერთად გავაერთიანოთ ქართული დიასპორა, შეუწყოთ ხელი ქართველებს, შეუწყოთ განვითარებას ხელი და საბოლოო ჯამში მივალთ იქამდე, რისი იმედიც აქვს ყველას, რომ გავერთიანდებით ქართველები და ჩვენი ხმა იქნება ერთი და ძლიერი ამ შორეულ ევროპაში, ხო? აუცილებელია ბატონებო, არ ჩამითვალოთ ეს რაღაც პირმოცნეობა და რაღაცას, რომ ჩვენი აქაურ მთავრობას ვისაც ვეძახით, მაგალითად, ჩვენი საელჩო და საკონსულო სამსახური ყველა ქალბატონი დიანასგან დაწყებული კონსული და ყველა თანამშრომლით მადლობა გადაუხადოთ, რადგან ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან და ხშირად დახმარების ხელიც გამოუწევიათ და ნუ 1000 გვარი შეიძლება დიპლომატიურ სამსახურს ჰქონდეს გასამართლებელი და ახსნა მოუძებნოს, რომ დაუშვათ არ არის იქ, სადაც დაპატიჟებული ან მოწვეულია, მაგრამ ყოველთვის არიან ჩვენს გვერდით და დასაფასებელია ეს ხალხი. სულ ყველა თანამშრომელი. და რა თქმა უნდა, მათი გუნდი არის, არ ვიცი, ძალიან დიდი იმედიც აქვს ჩვენი დიასპორის, ჩვენი დიასპორელების ძალიან დიდი იმედი აქვს და ზუსტად ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე მინდა დავაფიქსირო ჩემი აზრი აქ, რომ როდესაც სახელმწიფო იწყებს დიასპორის განვითარებას და დიასპორასთან ურთიერთობას, ზუსტად იქიდან იწყება ესე რომ ვთქვათ ჩვენი ემიგრანტების აღმავლაც, რადგან აქვს თავისი ეთიკა, თავისი პროტოკოლი აქვს საელჩოს, რასაც ვერ გაცდები, ხო და დიასპორა არის სრულიად თავისუფალი. დიასპორა არის მოღვაწე ხალხში, დიასპორა ხალხში არის და ძალიან მნიშვნელოვანი არის ზუსტად სახელმწიფოსა და დიასპორის ესეთი ურთიერთობა, ესეთი ახლო კავშირი, რომ ჩვენ მივაწოდოთ ხალხის პრობლემები სახელმწიფოს და მათგან კიდე მივიღოთ ჩვენ დახმარება და ზუსტად ამიტომაც ვცდილობთ, რომ ჩამოვაყალიბოთ სახელმწიფო ინსტიტუტებთან ძალიან კარგი კავშირი და ძალიან ბევრს გონია, რომ ამაში რაღაცა პოლიტიკურ მიკერძულობას ხედავენ და მე მინდა ვუთხრა, რომ არ არის ეს დიასპორა არასდროს არ ყოფილა და არც იქნება არანაირი პოლიტიკური ფრთა, თუმცა ჩვენ ყოველთვის გვექნება ძალიან კარგი ურთიერთობა როგორც საელჩოსთან, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სახელმწიფოსთან, რადგან ეს არის ჩვენი ვალი, სხვანაირად ჩვენ ხალხს ვერ დავეხმარებით, ხომ ეთანხმებით თქვენს. მეორე ნიშნით ესენ ჩვენი პატრონები არიან, კაცო, ესენი არიან სრულუფლებიანი და განსაკუთრებული ელჩი, საკონსულო სამსახური. ყოველთვის ბედი გქონდა, ეს უკვე კომპლიმენტები მინდა ახლა, როგორ თქვა, საელჩოსა თანამშრომლებში, ელჩებში და კონსულებში, მაგრამ ნათქვამია ქართულად უკეთესი კარგის მტერია და ასეა ჩვენი საქმე მოწყობილი. დიდი მადლობა თქვენ ბატონებო და ხალბატონებო. მეც დავამატებ თუ შეიძლება, მადლობას გადავხდი ქალბატონ ელჩს, ქალბატონ დიანა ჟღენს, რომ ის უშუალოდ ჩართული არის ქართული სამრევლოების ესე ვთქვათ გაძლიერებაში, თავადაც არის მრევლი, რა თქმა უნდა, ქართული სამრევლოსი და არაერთხელ ყოფილა ჩვენს შეკრებებზე მოსული სტუმრად. მე მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო, რომ ქალაქ ლოდზში, როდესაც ჩვენ შევქმნით ქართული სამრევლო, პირველ დღეს ის ბრძანდებოდა ქალაქ ლოდზში ჩამობრძანებული, იქ ფუნქციონირებს ქართული სამრევლო, ასევე ქალაქ ვროცლავშიც იყო ქალბატონი დიანა, ასევე რადგან ქალაქებზე ვთქვით, მინდა აღვნიშნო გდანსკის სამრევლო, რომელშიც ჩვენს მე დავითნეს მამუკა გვასალიას ლომის წვლილი მიუძღვის იქაური სამრევლოს განვითარებაში. ასული რომ ვიყავით, როგორ გვიმასპინძლა იქაურმა დიასპორელებმა, ხო, დიასპორელებმა. დიახ, ასევე ქალაქი ვროცლავი, ქალაქი პოზნანი, მინდა აღვნიშნო, ქალაქი ელენაგურა მინდა აღვნიშნო, სადაც არის ჩვენი ქართველი ადამიანი, სულით ხორცით ქართველი ადამიანი, ბატონი კოჩა,
გვარი დამავიწყდა მისი, რომელიც ჩართული არის აი ყოველ აი მოგზაურობაში, რომ თვითონავით მოფრინავ ხოლმე, რაცა ინფორმაციები ერთი-ორი დღე ინფორმაციები მოვიწყდება და ასევე მინდა აღვნიშნო სოსნოვეცი ქალაქი, სადაც არის ქართული სამრევლო, ასევე აღვნიშნო ქალაქი შეცინი და არ გამორჩეს კიდე რომელიმე ქალაქი მინდა რომ რომელშიც ჩვენ ესე იგი ვართ აქტიურად ჩართულები მაპატია მამა ეს უხეშობა მაპატია თუ ჩავერთმან არ დამავიწყდეს მეშინია ჟელენოგურაში ყავს საყვარელი თანამემამულე დიდი პატრიოტი დიდი მეცნიერი ბატონი გიორგი მელიქიძე გიახ ბატონი მივესალმებით ბატონ გიორგის საყვარელ ოჯახთან ერთად გიახ და ყველა მამულიშვილებო ყველას მოგესალმებით კიდევ ერთხელ და ჩვენ ყურადღებით ვართ თქვენს ტკივილს ვისმენთ რა თქმა უნდა და თქვენთან ერთად ვართ მოწოდებული იმისათვის რომ გაგამხნევოთ სულიერად პირველ ყოვლისა და ქართველ კაცს მინდა ვთქვა აი სამრევლოების მნიშვნელობის შესახებ და დიასპორის რატო არის მნიშვნელოვანი რომ ჩვენ გარდა იმისა რომ შრომობთ აქ ასევე ჩავერთოთ აი ამ ერთობაში რადგანაც მაგალითი მინდა მოგიყვანოთ წმინდა ნიკოლოზი როდესაც ჩავიდა ესე იგი თავის საუდელმთავრო კათედრაზე მირონ ლუკიაში როდესაც მივიდა დაიწყო წირვალოცვა წმინდა ნიკოლოზმა დაინახა რომ ადამიანები არ იყვნენ ერთმანეთის შესახებ ინფორმირებულნი ვის იურისტი ჭირდებოდა და სადღაც შორიდან ეძახდა ვის ექიმი ჭირდებოდა და ცხამთას მიდიოდა და ეს იურისტის და ექიმის ტაძარში იდგა და ეს ხალხი არ იცნობდა ერთმანეთს და გააცნო ეს ადამიანები ერთმანეთს და თქვა არაფერი არ ჭირდებოდა თქვენ ადიდეთ ღმერთი და დაეხმარეთ ერთმანეთსო და ქართველ კაცს თავისი არსებობის მანძილზე მრავალათასლოვანი არსებობის მანძილზე არასოდეს უცხოვრია თანადგომის გარეშე ჩვენ ესე ვართ ახლაც ჩვენ ერთობა გვაქვს ეს გასვენება იქნება, ქორწილი იქნება, ჭირილ, ხინი იქნება, ერთად გომავიცით ქართველებმა. აქედან იწყება განვითარება და სამრევლოსით. იმ სამრევლოში ახლა რამდენი ადამიანი გრძნობს აი ამ თანადგომას, რომ ვიღაცა რაღაცას შეუძლია რომ გვარჩი დაუდგეს და აი ის ერთობა სულიერი და მე ერთობლივი ერთად დგომა აძლევს ადამიანს შესაძლებლობას რომ გაუძლოს იმ განსასწრებს და აი ეს არის რაც შემოგთავაზა ჩვენმა პატრიარქმა და ეს სულიერი პერანგი ჯაჭვით შემოსა მუზარადით საქართველოს და ქართველები გვაქცია ღვთისმოყვარე ერად მისი უნიტარესობამ მისი 50 წლიანი პატრიარქობის ესე იგი განმავლობაში და გვასწავლა ლოცვა დაგვაბრუნა ეკლესიაში თავისი დიდი მოღვაწეობით და ერი გავერთიანდით ეკლესიის წიაღში და აი ამ სიხარულს რა თქმა უნდა არავინ არ უნდა მოვაკვდეთ ბატონო თორნიკე და ჩემო თანამემამულენო და ყველას გელოდებით ტაძარში დღესაც ლოცვა გვაქვს ჩვენ ვარშავის წმინდა მარიამ მაგდალინელის სახელობის საკათედრო ტაძარში ქვედა სართულზე სადაც ლოცულობდა სულმნათი გრიგოლ ფერაძე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განსაკუთრებული ხატი ბრძანდება და აი ამ ხატის წინაშე ლოცულობდა და ნატრობდა სამშობლოში დაბრუნებას და ამბობდა მე ჩემი მისია რაც დამავალა საქართველოს შევასრულე ბონის უნივერსიტეტში მიიღო საღვთისმეტყველო განათლება მივიღე ყველანაირი ესე ვთქვათ განათლება ცოდნა და დამაბრუნე სამშობლოზე რათა ჩავისუნთქვა იქაური ჩემი ჰაერი დავინახო ჩემიცა და ვიყო ბედნიერი განსხვავდება რა მაშინდელი ემიგრანტობა და დღევანდელი ემიგრანტობა ესე იგი დღეს ეს სენტიმენტი ეს წყურვილი ფაქტობრივად იმდენად აღარ არის რადგან უკვე გვაქვს მადლობა ღმერთს ამისთვის რომ შესაძლებლობა ვესაუბროთ ჩვენს მეგობრებს დავინახოთ პირდაპირ ეთერში და მოვუყოთ ჩვენი გასაჭირები ჩვენი ლხინი და ეს თითქოს რაღაცნაირად გვეხმარება კიდევ უცხოეთში ცხოვრებისათვის და მაშინ ეს არ არსებობდა და რა რთული იქნებოდა მამაო მაშინდელი ქართველებისთვის სამშობლოდან შორს ყოფნა რა რა თქმა უნდა და სხვათა შორის მინდა აღვნიშნო 8 წლი განსაკუთრებული პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა რომელმაც უკვე 70-იანი წლების ბოლოს შეამზადა გრიგოლ ფერაძის კანონიზაცია მაგრამ გაჩერდა და თქვა გრიგოლ ფერაძე მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში ნატრობდა სამშობლოში დაბრუნებას
და ჩვენ არ ვიქნებით სწორი თუ არ დაველოდებით საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილებას და დაელოდნენ საბჭოთა კავშირის ესე ვთქვათ დამთავრებას, დანგრევას და გაიხსნა რა საზღვრები პირველი რაც გააკეთეს მოხდა გრიგოლ ფერაძის კანონიზაცია ერთობლივად მოხდა და აი ამ ორი ეკლესიის დიდი სიყვარული არის პოლონელი და ქართველი ერის სიყვარული გამოხატული გრიგოლ ფერაძეში და მე ამაყივარ რომ მსახურობ იქ სადაც მსახურობდა გრიგოლ ფერაძე რომელსაც იცნობენ პოლონელები რომელსაც უყვართ უზომოდ გრიგოლ ფერაძე და ასევე საინტერესო ამბავი მინდა გითხრათ რომ როდესაც გახდით თქვენთან ერთად კრაკოვში ბატონმა კონსულმა თქვა გენერალურმა კონსულმა ბრძანა რომ ესე იგი ბიბლიოთეკაში არის მე-15 საუკუნის ხელნაწერები, ქართული ხელნაწერები. ანუ ეს არის ცალკე სამეცნიერო კვლევის საგანი, რომ 500 წელია ქართული ხელნაწერები არის პოლონეთში. ანუ ჩვენი ურთიერთობა პოლონელებთან ბევრად დიდ დროს მოიცავს ისტორიულ მონაკვეთს, რომელიც შესწავლისაგან საჭიროებს და ასე საამაყო გვაქვს ისიც რომ მინდა აქვე აღნიშნო, რაც ძალიან მეამაყება რომ ექვთიმე თაყაიშვილის ჩვენი ღვთისკაცის, რომელმაც თავისი დასდო სამშობლოსათვის და თავისი ცოლით შეწირა შიმშილით ამოხდა პოლონელი ცოლი ქალბატონი ნინა პოლტარაცკაია, რომელიც ედგა მას გვერდში, რომელიც ბატონი მიშა პოლტარაცკაის ქალიშვილი იყო და იყო ილია ჭავჭავაძის მეგობარი, რომელიც რუსულად უთარგმნიდა ილიას წიგნებს და აი ეს სიყვარული პოლონელი და ქართველი ადამიანებისადმი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნინო არის წმინდანი. იმიტომ რომ ექვთიმემ თუ რამე გააკეთა ნინოს გარეშე არ გაუკეთებია და ექვთიმემ შეწირა თავისი ცოლის შიმშილით მოკვდა. ეს ტუბერკულოზის ხო შიმშილია რა. ადამიანს შიოდა ის თხა ეს ისტორიული ფოტო ბატონ სულნატმა გურამ შარაძემ ჩამოიტანა ეს სურათი საფრანგეთიდან, სადაც თხასთან ერთად არის ბატონი ექვთიმე გადაღებული და ეს დოკუმენტური მასალა ყველა ქართველმა ვიცით, მაგრამ აღსანიშნავია რომ მისი მეუღლე შიმშილით გარდაიცვალა, მილიარდელი იყო თავისი მოცემულობით, მაგრამ არათუ რამე მოაკლო, არამედ შეძინა უამრავი ნივთი გატანილი უკანონოდ სამშობლოდან და შეწირა თავისი ძვირფასი ადამიანი, თავისი მეუღლე, რომელიც არის მოწამე ნამდვილად და მაგალითი საქართველოს სიყვარულისა ნინოში არის გასხივოსნებული. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ქართველი იქნება უცხოეთში, ვინც ზუსტად ამ განწყობით არის, რომ პირველ რიგში საქართველოს, პირველ რიგში თავისი ქვეყანა და მინდა ბატონ დავითს ვკითხო, რადგან ჩვენ დრო ცოტა გადაგვიწყდა, ამიტომ არ იქნება პრობლემა, შეგვიძლია ნელ-ნელა უკვე დამთავრებისკენაც წავიდეთ და ბატონო დავით, როდესაც დაიწყე საუბარი, რომ იმ პერიოდის ემიგრაციისთვის ძალიან რთული იქნებოდა, რადგან დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე დღეს ადვილი არის ძალიან, რადგან გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვესაუბროთ ჩვენს მშობლებს, ჩვენს მეგობრებს საქართველოში და იმდენად აღარ არის ესე რომ ვთქვათ ეს გულისწყეტა და თქვენ როდესაც ჩამოხვედით მაშინ ესეთი პერიოდი იყო, რომ თითქოს რთული იყო, ხო, კავშირი კი იქნებოდა სატელეფონო კომუნიკაცია, მაგრამ მაინც აი რო გვითხრათ და ძალიან საინტერესო არის, რას გრძნობდით მაშინ, როგორი იყო ეს ტკივილი ემიგრანტის? ყველა ემიგრანტი ასე მგონია ეკონომიურ პოლიტიკური მდგომარეობიდან ბედის უკუღმართობიდან გამომდინარე ტოვებს თავის სამშობლოს და ფიქრობს რომ ცოტა ხნით რომ იქნება რაღაცნაირად მოაწესრიგოს თავის საქმე. ეს სრულიც მაქვს თავიდანვე მინდა ვთქვა ყველა ჩვენ თანამემამულესთან რომ სამშობლოს ბადალი არ არსებობს დედამიწის ზურგზე. რომ მოიწესრიგებთ თქვენ პირად საქმებს, აუცილებლად ყველა უნდა დაუბრუნდეთ ჩვენს ბუდეებს, ჩვენს სამშობლოს, საყვარელ სამშობლოს. მე დიდი ხნის ჩამოსული არ ვიყავი, დროებით მეგონა რომ ვიქნებოდი, მაგრამ მყავდა ძალიან საყვარელი კაცი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ვიქტორ დომუხოვსკი, თავის მეუღლესთან ერთად, ქალბატონ რუსუდან კიკალიშვილთან ერთად და ჰქონდა ეს დიასპორა შექმნილი. ხოთაშორის 20 წლის თავი უნდა აღნიშნოთ რაღაცნაირად ეს 20 წლის დაწყებული ამბავი. ბატონი ჩვენი დიასპორა 20 წლის ხდება, ხო? კი, ბატონი ვიქტორი იყო ცხონებული ზიად გამსახური დიას ღმერთო ნათელში ამყოფე ეს დიდებული პიროვნება. რაც დრო გავა უფრო მეც მიხვდება ხალხი რა დავკარგეთ, ახლა მე შინეთირილი არ ამემარდეს და თავი ვერ შევიკავ. და ვაკეთებდით ისეთ რამებს, რომ ხანდახან
ისიც მერწული იყო ცხონებული ვიქტორი და ხანდახან თავს ჩამეკრავდა ხოლმე ბიჭო მემარჯვენებად გადავაკეთეთ ყველანიო ნახევარ რა სოციალისტები არ ფიქრობენ ისეთი მომენტები იყო ხოლმე ტელევიზია რადიო მოგზაურობდით კათოლიკურ ეკლესიებში ლექციებს ვატარებდით ნუ 1000 რაღაც საქმე და მეტნაკლებად ისეთნაირად რომ რაღაცა დავალება ქონდა რაღაცა მოვალეობა რომ შეგვესრულებინა როგორც საქართველოს მოქალაქეებს. ყავს ბევრი ნიჭიერი ხალხი სხვადასხვა როგორც სტომატოლოგიაში, ისე ხელოვნებაში, ისე მეცნიერებაში ჩემ ბატონი და ვამაყობთ ამით. იყო რასაკურველია, მაგრამ იმის გამო როგორც ვთქვით, მამა დავითმაც აღნიშნა შენ ცხაზი გაუსვი. აი ეს ჩვენი ახლო წინაპრები, ისეთი ვაშკაცი ხალხი იყვნენ, სხვათა შორის ესეც უნდა შემოწდეს ბატონ დავითს უნდა კითხოთ ყოლბაიას. მე მგონი 3 ვირტუტის მილიტარი გვაქვს ჯილდო მიღებული და ეს ყველაფერი აკეთებდა იმას რომ შერეული ოჯახების დაიბადა მე შენ ხარ ჩემ ბატონი აქედან წასული კაცი შალიკაშვილების ოჯახი მამა შალიკაშვილი დედა პოლონელი ქალი გახდა ნატოს გენერალური ჯარების გენერალი რაღაცა წინა დოვუცა დამავიწყდა ქართულად როგორ ქვია და აი ასეთნაირად მიმდინარეობდა. კარგი ის ჰქონდა ურთიერთობა, ორჯერ კიდე აბოლიცია ჩატარდა, რომ ვინც ლეგალურად არსებობდა, უბრალოდ ლეგალური სამსახურებისაც ჰქონდა საბუთები მოუწესრიგდათ, მაშინ სხვა მთავრობები იყო და სხვანაირი პატივისცემით გვიყურებდნენ და ეხლა კოვიდმა, ომმა ბევრი რაღაცები შეცვალა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გამოჩნდა ჩვენი გამამაგრებელი ის რომ ქართულად ძირვალოცვა აღესრულება პოლონეთის მსხვილ ქალაქებში შენ ხარ ჩემ ბატონი და რაღაცნაირად მოხდება ისე რომ დიასპორის წევრები და მრევლი რომელიც ჩამოყალიბებულია და უნდა რომ გაიზრდება და გაფართოვდება დიასპორის წევრებისგან ერთობლივად უფრო მოვერევით ყოველგვარ წინააღმდეგობებს რაღაც დავალებებს რაცაც ცხოვრება ყოველდღურად გვიმზადებს დიახ, ბოდიშ რაღაც უნდა ჩამერთო. ჩვენი გადაცემა ესე რომ ვთქვათ, მიუახლოვდა დასასრულს, რადგან რადიოში ვართ, იმი რადიოში ჩვენი მეგობარი რადიო არის, ძალიან მჭიდროდ მხარს უჭერს ქართულ დიასპორას და მოგეხსენება ჩვენ შემდეგ მათ გადაცემა აქვს ჩვენი დედლაინი, უნდა ჩავეტიოთ რაღაც დროში. ძალიან ბევრი სათქმელი დაგვრჩა, მე ვფიქრობ და ვატყობ ამასაც და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება თუ ამ ფორმატს მიეცემა ხშირი სახე და მივაწოდებთ ხოლმე ჩვენს დიასპორელებს, ქართველებს ინფორმაციას, თუ როგორ ვითარდება დიასპორა ქართული პოლონეთში. ძალიან დიდი მადლობა მოკლედ და გემშვიდობებით ჩემო მეგობრებო. დღევანდელი იმი რადიოს ქართული დიასპორის სტუმრები იყვნენ ბატონი დავით გამცემლიძე, ჩვენი მოძღვარი, გრიგოლ ფერაძის სამრევლოს ხელმძღვანელი, მოძღვარი, მამა დავით კონჯარია. წარმატებებს უსურვებ ჩვენს დიასპორას, წარმატებებს უსურვებ ქართველ ხალხს, ემიგრანტებს და ყველაფერი კარგად იქნება, როგორც მამამ აღნიშნა, თუ ქართველები გაერთიანდებიან მოვლენ ტაძარში და იმოღვაწეებენ და შეუდგებიან საქართველოს განვითარების გზას. დიდი მადლობა. კარგად ზანდებოდეთ. მადლობა.